ბაზრიდან ნესტლე საქართველოს ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნული სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით ხდება. კონკრეტული პროდუქციის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება გარემომწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში ტოქსინ სერეულდის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო მიიღეს. კონკრეტულად საუბარია ნან 1 ოპტიპრო, ნან 2 ოპტიპრო 800 გრამიანი თუნუქის კილებზე, ნან 2 ოპტიპრო თუნუქის კილის 400 გრამიან ფორმებზე, ნან 2 ოპტიპრო მუყაოს ყუთზე და ასევე 1050 გრამიან მოცულობაზე. სურსათის ეროვნული სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებენ მოსახლეობას იმ შემთხვევაში თუ შეძენილი აქვთ პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან არ გამოიყენონ. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ზიანს, ხოლო განხორციელებული ღონისძიებები ატარებს პრევენციულ ხასიათს. ნესტლეს ჯგუფის მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გარკვეული პარტიები პოტენციურად შესაძლოა შეიცავდეს ცერეუდილის ტოქსინს, რომელიც არ უნდა იყოს სურსათში და მათ შორის სასაკვირველია ბავშვთა კვებაში. აღნიშნული ნივთიერება ცერეუდილის ტოქსინი, ესე ვთქვათ, არის ტოქსინების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც არ ნორმირდება და არ არის დაშვებული, რომ რაღაც ზღვარით თუნდაც არსებობდეს სურსათში. ტოქსინი გამოირჩევა ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი სხვადასხვა ისეთ კლინიკური ნიშნებით, როგორც არის გულისრევა, ასე ვთქვათ, ზოგადი სისუსტე და მათ შორის ნერვული სისტემის დაზიანება. ის სიმპტომები უნდა ვიცოდეთ, რაც შეიძლება პოტენციურად დაკავშირებული იყოს ამ პროდუქტის მიღებასთან. ეს ჩამონათვალი არ თუ ისე დიდია, შემოვიფარგლება მხოლოდ ღებინებით, ნაზდავთა მოქმედების გახშირებით, მუცლის ტკივილით. შესაბამისად, თუ არსებობს ესეთი ფაქტი, რომ ნესტლეს ამ პროდუქტის მიღებიდან 9 საათის, მაქსიმუმ 6 საათის შემდეგ ბავშვს დაიწყო ღებინება და რაც თავარია ამ ღებინებას განმეორებითი ხასიათი აქვს. რა თქმა უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული უშუალოდ რძესთან. ის რაც უნდა გავაკეთოთ ესეთ შემთხვევაში, თუ თქვენ აძლევდით აქამდე ამ პროდუქტს უმჯობესია ხლა თავი შევიკავოთ ამ მისი მიცემისაგან. ბაცილუს ცერეუსი ეს არის ბაქტერია, რომელსაც გამოიმუშავებს ტოქსინს ცერეულით და რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ჩვილებში მუცლის სპაზმური ტკივილი, გულისრევა, პირღებინება და მსუბუქი დიარეა. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, როდესაც არის ეჭვი იმაზე, რომ ეს ტოქსინი არის ამა თუ იმ საკვებში, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი ამოღება. ამიტომ მშობლებს მოუწოდებ, რომ თუ აი ეს გაფრთხილებული საკვები, გაფრთხილებული შესაბამისი სერიებით გაქვთ შინ, არ გამოიყენოთ ეს საკვები. მძიმე მიმდინარეობა მისი პრაქტიკულად არ არის დაფიქსირებული და შესაბამისად პანიკის საფუძველი არ აქვს. კომპანია ნესტლემ BBC-სთან განმარტა, რომ ამოღებას დაექვემდებარა მხოლოდ მითითებული პარტიები და ჩვილ ბავშვთა სხვა კვების პროდუქტები ჩვეულებრივ კვლავ რჩება გაყიდვაში. ნესტლემ აღნიშნა, რომ მომხმარებელთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მისი უმთავრესი პრიორიტეტია. კომპანიაში განაცხადეს, რომ გაწვევა წარმოადგენს სიფრთხილის ზომას, რომელიც შეესაბამება მის გლობალურ ხარისხსა და უსაფრთხოების სტანდარტებს. მათი მტკიცებით, დღემდე არ დაფიქსირებულა ზიანის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა.